სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტე აღდგა. თითქმის 17 საუკუნეა, რაც ეკლესია განადიდებს დიდმოწამე გიორგის მაცხოვრის სისხლზე და წმინდანების სისხლზე ასევე, რომლებიც თანამუშაკნი ექმნენ მაცხოვარს ჭეშმარიტების დამოწმებაში. ქრისტიანთა სისხლზე არის მაცხოვრის სისხლთან ერთად აღმოცენებული ეკლესია. ერთგვარი სულიერი თესლია მოწამეთა სისხლი, რომლითაც მრავლდება ეკლესია. 17 საუკუნეა თითქმის ეს განსაკუთრებული წმინდანი, რომელიც დიდმოწამედ იწოდება, უამრავი ქრისტიანისათვის, მთელი ქრისტიანული ერებისათვის, სახელმწიფოებისათვის, ქრისტიანული სახელმწიფოებისათვის არის მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა, ქრისტეს ჭეშმარიტი ერთგულებისა. რა თქმა უნდა, როცა ხალხმა ძალიან შეიყვარა და ერთგვარად გახალხურდა კიდევაც ეს დიდებული დიდმოწამე, სამწუხაროდ იგი მისდამი თაყვანისცემა, მისდამი პატივისცემა, მისდამი სიყვარული რაღაც ერთგვარ პროფანირებულ სახესაც იღებს, რაც საქართველოშიც ვიცით და იგი სამწუხაროდ ხშირად ასოცირდება სისხლიან მსხვერპლთან, რომელიც საერთოდ უცხოა ქრისტიანობისათვის, მემთვრალეობასთან, ღრეობასთან, ჩხუბთან და ასე შემდეგ. ეს სამწუხარო რეალობა არსებობს, მაგრამ ეს ალბათ პირველ რიგში ჩვენი, ვისაც გაცნობიერებული უნდა გქონდეს მეტნაკლებად თუ რა არის ქრისტიანობა, ჩვენი ქრისტიანების ბრალია, როცა ჩვენ ეკლესიის გარეთ დგომ, ჩვენ ძმებს და დებს ვერ ვაძლევთ იმ ცოცხალ მაგალითს, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი და რას ნიშნავს იყო პატივისმცემელი ამ დიდებული წმინდანის. საერთოდ წმინდანების ინსტიტუტი, მოდი ასე ვთქვათ, რისთვის არსებობს ეკლესიაში, ეს ამის სწავლება ჩვენ წმინდა წერილშივე გვაქვს, როდესაც პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ მას უნდა მივბაძოთ და გვეუბნება რატომ? იმიტომ რომ იგი ბაძავს ქრისტეს. საერთოდ ჩვენ ყველამ ქრისტეს უნდა მივბაძოთ. და ჩვენ წინ უფრო ახლოს ჩვენი გულის ნაკლები სიწმინდის, ან გულის არაწმინდების გამო ჩვენ წინ ახლოს უფრო ადამიანი დგას, წმინდანი, ვიდრე განკაცებული ღმერთი. ამიტომ ჩვენ წმინდას უფრო ვხედავთ, ჩვენთვის უფრო გასაგებია და უფრო ადვილია მისთვის რომ მას რომ მივბაძოთ. და ასე ამგვარად ეკლესია რაც ხავს წმინდანებად იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით დაამოწმეს, რომ ისინი ნამდვილად ერთგულები არიან უფლისა. და რა თქმა უნდა, წმინდა გიორგის მიბაძვის მაგალითია, მიბაძვის მაგალითი თან ძალიან მნიშვნელოვანი მიბაძვის მაგალითი, თუ როგორი ცხოვრა, თუ რა მოიმოქმედა და ასე შემდეგ. მისი ცხოვრება მეტნაკლებად შეგიძლიათ რაც არის ცნობილი, რა თქმა უნდა, წირია ინფორმაციები, იმიტომ რომ 17 საუკუნეა გასული, მაგრამ საეკლესიო გარდამოცემამ რაც შემოგვინახა, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ იგი მართლა ჩვენთვის მისაბაძ მაგალითად იქცეს და რაც თავარია, იგი საყოველთაოდ კიდევ ვიმეორებ, საყვარელი წმინდანია თვით არა ქრისტიანებსაც კი, მუსულმანებსაც კი უყვართ და მუსულმანები მეჩეთებსაც კი აშენებდნენ, რომლებსაც წმინდა გიორგის უკავშირდებდნენ. რა უცნაურია, მაგრამ ესეთი ფაქტებიც არსებობს მსოფლიოში, ასე ვთქვათ. და დღეს როგორც ყოველთვის ეკლესია გვთავაზობს სახარებისეულ საკითხავს და ამით გვიქადაგებს თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, როგორები უნდა ვიყოთ, რა ესმოდა, როგორ ხედავდა წმინდა გიორგი თავის თავს ქრისტიანობაში, როგორ ხედავდა ის თავის თავს როგორც ქრისტიანს. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენც მისი მსგავსნი გავხდეთ, ჩვენი ცხოვრების წესით, თუ სისხლით არა, ცხოვრების წესით, სიტყვით, ქცევით, მანერით, ჩვენი უბრალოდ თუნდაც რელიგიური ცხოვრებით, ჩვენი ადამიანებთან ურთიერთობით დავამოწმოთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ჩვენთვის მომკვდარი. და დღევანდელი სახარებისეული საკითხავი, ვფიქრობ, გაგვეხმარება, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს თავს, ჩვენი თავი დავინახოთ ეკლესიაში
და რაც არ მოგვეწონება ის აღმოვხრათ, რაღაც კორექტივები შევიტანოთ და ასე შემდეგ. ივანეს სახარება იქნა წაკითხული დღევანდელ დღეს და რამდენიმე ამონარიდი მაქვს ასევე ივანე მოციქულის წერილიდან. უფალი ესეთ რამეს ამბობს, ეს მე-15 თავია და ივანეს სახარების. ამას გამცნებთ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას. პირველი, რაც უნდა ახასიათებდეს ქრისტიანს, არის ის, რომ ახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ერთმანეთის სიყვარულის. არა ისე, რომ მინდა მიყვარხარ, მინდა არ მიყვარხარ. ვიღაცა მიყვარს, ვიღაცა არ მიყვარს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ერთმანეთის სიყვარულისა. აი წმინდა გიორგის მოღვაწეობა მოწამეობრივი როგორ დაიწყო? ის რომ ქრისტიანი იყო, არავინ არ იცოდა. და იყო ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა, სამხედრო იყო და ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა და ძალიან პერსპექტიული თანამდებობა ეკავა მეფის კარზე, იმპერატორის კარზე. არც არავინ არ იცოდა, რომ ქრისტიანი იყო, მაგრამ როდესაც მას დაავალეს სხვა მხედრებთან ერთად, რომ ქრისტიანები დაესაჯათ, დაეჭირათ, დაეხოცათ და ასე შემდეგ, აქ სწორედ მოყვასის სიყვარულმა და ქრისტეს სიყვარულმაც ერთდროულად თავისთავად ცხადია, არ მისამის შესაძლებლობა და მაშინ განაცხადა, რომ იგი ამას არ გააკეთებდა, რამე თუ თავადაც ქრისტიანია. ამიტომ ერთმანეთის სიყვარული ეს არის ერთ-ერთი გარეგანი უმთავრესი გამოვლინება, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაგრამ ეს რას ნიშნავს ერთმანეთისადმი სიყვარული? ეს არ ნიშნავს მე იცი როგორ მიყვარხარ, ამას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ცხოვრების შესაბამის წესს, რომლის აღქმაც, განცდა, რომლის მიხვედრილობაც ესე მარტივი არ არის და ესე მარტივად არ შეუძლია ადამიანს ეს გაიგოს სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანო გვიყვარდეს და ცნებად გვეძლება, იმ წამსვე წარმოგვიდგება, როგორი რთულია ეს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ სოფელში სიყვარულის სერიოზული დეფიციტია. ჩვენ პრინციპში უსიყვარულობის გარემოში ვცხოვრობთ. ამასოფლის თავადი სატანაა წმინდა წერილის გვასწავლის, მაგრამ ნახეთ უფალი რას გვეუბნება, უკეთ თუ სოფელი გძულობს თქვენ, უწყოდეთ რამე თუ პირველად მე მომიძულა, ანუ თუ ქრისტიანი ვარ, მე ქრისტეს ხვედრს ვიზიარებ, მას მივყვები გოლგოთამდე და როცა მე ვიღაცა არ მიყვარს, იმიტომ რომ მე მას არ უყვარ ვარ, იმიტომ რომ მას ვძულ ვარ კიდევაც, ეს არ მომართლებს, იმიტომ რომ ქრისტეს უყვარს ისინი, ვისაც ქრისტეს მიმართ არა მარტო სიძულვილი, არამედ უბრალოდ სიძულვილი კი არ აქვს, არამედ მოკლეს და ქრისტეს ისინი მაინც უყვარს. გესმით? ანუ ეს არის ნიშნული, რომლის მიღწევაც ადამიანს თავის რესურსით არ შეუძლია და უკვე ეს განაცხადი, რომ სოფელი გძულობს თქვენ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პირველად მე მომიძულა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მე ამას მარტო ვერ გავაკეთებ, არამედ მხოლოდ ღმერთთან ერთად არის შესაძლებელი ამ ცნების აღსრულება და აგზელებს კიდევაც, უკვე თუ სოფლისაგანი იყვენით, სოფელიცათვის დაყვარობ და რამე თუ არა სოფლისაგანი ხართ თქვენ, ეს რა თქმა უნდა წმინდა გიორგი ამით იყო აღზრდილი და ეს გვეკუთვნის ჩვენს ეს სიტყვები, ჩვენ ამით უნდა ვიყოთ აღზრდილნი, რომ ჩვენ ამას სოფლისანი არ ვართ. როცა ჩვენ ვჯელობთ ლოგიკურად, რომ კი, მაგრამ კაცო, აბა ეს რომ ესე მომექცა, აბა ესე როგორ იქნება და ჩვენი აზროვნება ფეს გადგმული ამას სოფლის სულში და გვეჩვენება, რომ ჩვენ ისე უნდა მოქმედებდეთ, როგორც ამას სოფლის სული გვთავაზობთ, როგორც ამას სოფლის წესი გვთავაზობს. ხო, ესე იგი თვალის წილ, კბილის წილ, ძველი აღთქმის ადამიანები ვართ. უფალი გვეუბნება, არა. თეოდორე არა ხარ ამას სოფლის სულისა. ამას სოფლის არა ხარ შენ. დიდი განაცხადი გააკეთე, შენ ღმერთის შვილობა გინდა, შენ სასופელის მოქალაქეობა გინდა. შენ არა ხარ ამას სოფლის მოქალაქე. შენ მეორედ შობილი ხარ, შენ სხვა ქმნილება ხარ. და ისევ მიწას ეპოტინები? ისევ ქვემოთ გინდა ჩახვიდე? ისევ გინდა რომ ამას სოფლის სულით იცხოვრო? ისევ გინდა რომ შენში უარყო ერთხელ უკვე შემოსული ქრისტეს მსხვერპლი და რაღა გრჩება? საშინელი მოლოდინი მე როგორც პავლე მოციქული ამბობს. იმიტომ რომ შენთვის სხვა მსხვერპლი აღარ იქნება. მოკვდა შენთვის უკვე ქრისტე, მიიღე და მე უარყოფ. შენი ცხოვრების წესით რაღა გრჩება? არაფერი აღარ გრჩება. საშინელი სიცარიელი და საზარელი მოლოდინი ეს პავლე მოციქულის სიტყვები. და რო არა ხართ ამას სოფლისაგან, ისე კი არ არის შემთხვევით, ან უბრალოდ მხოლოდ შენი არჩევნით, არამედ ნახეთ როგორ იწყება, მე გამოგირჩიე თქვენ სოფლისაგან. შედალოცვილო ღმერთმა შენთვის მოიცალა, მოდი ესე ვთქვა, გიპოვა და ამას სოფლის ჭაობიდან ამოგიყვანა, გამოგირჩიე. ნახეთ რა სიტყვებია, გამოგირჩიე.
პირველი განცდა რაც უნდა იყოს, უფალო, რა ნახე ჩემში ისეთი რომ მე გამომირჩიე, რისი ღირსი გამხადე, რატომ გამომირჩიე მე და აი ჩემს გვერდზე ვიღაცა ჩემს გვერდზე მდგომი ადამიანი არ გამოირჩიე, რატო ვდგავარ მე აქ ეკლესიაში და ის ვიღაცა არ დგას, რისთვის გააკეთე ეს? მე ხო ჩემ თავში ამ ღირსებას ვერ ვხედავ და განცვიფრებამ უნდა შეგიპყროს, ამ განცვიფრებით უნდა ახტაცებული იქნა სულიერად ზეცად, შეიძლება ასე ითქვას და ზეცის მოქალაქეობა შენთვის აი რაღაცა დაუჯერებელი სიხარული და სასწაული უნდა იყოს და არა ის რომ ისევ მოგინდეს ამასოფლის წესებით და კანონებით და ამასოფლის ურთიერთობის წესით იცხოვრო და გენატრებოდეს და ერთი სული გქონდეს. და რადგან მე გამოგირჩიათ ამისთვის ზულთ სოფელსა, მაგრამ გადასახადი მწარეა, მაგრამ მე სიმწარე დროებითია. რა თქმა უნდა ამ სოფელს ხო ქრისტეს ზულს და შენ რო გამოგირჩია ქრისტემ, ეშმაკმა ხო ძალიან კარგად იცის და შენ არ უყვარხარ ამ სოფელს. მაგრამ აი ეს არ უყვარხარ, მაგრამ შენ ვალდებულება გაქვს რომ გიყვარდეს. უკეთ უმემდევნეს თქვენსა გდევნენ, უკეთ უსიტყვანი ჩემნი დაიმარხეს, თქვენიცა დაიმარხნენ და აი საქართველოში ჯერ სანამ ჩვენ ვიწყნარებენ, ამიტომ ეს ის ადგილია საქართველოს, ის ადგილია მეტნაკლებად, სადაც აი განსხვავებით მაგალითად სირიაში რაც ხდება, რომ ქრისტიანებს დღემდე საშინლად ხოცავენ, ხო? აი საქართველოს დღეს ის საოცარი ადგილია, სადაც ქრისტიანებს იწყნარებენ, იმიტომ რომ ქრისტესაც ნაწილობრივ იწყნარებენ, რასაზომითაც ჩვენ გვიწყნარებენ, იმ საზომით შეიწყნარებდნენ ქრისტეს და საოცრება, ესე იგი საქართველოს გაქრისტიანებულია უკვე რამდენი ხანია და ახლობით აი ეს კვლავ 17 საუკუნეა. თლიანად ერი გაქრისტიანდა, ქრისტიანული სახელმწიფო შექმნეს ქართველებმა და საოცარ კომფორტში ვართ ჩვენ ქრისტიანები საქართველოში. ამიტომაც ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, რატომ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, რო იციან ხოლმე სამწუხარო დღევანდელმა ახალგაზრდებმა კითხვა, რატომ უნდა მიყვარდეს სამშობლო? იმიტომ უნდა ქრისტიანი თუ არ არის ადამიანი, მან არის ის რატომ უნდა უყვარდეს სამშობლო, რა ვიცი, დედაც რატომ უნდა უყვარდეს და მამაც ზოგჯერ ესეც არიციან, მაგრამ თუ ადამიანი ქრისტიანია და ქრისტე მისთვის ძვირფასია, იმიტომ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, რომ ეხლა თავს არ გჭრიან, რომ კომფორტში ცხოვრობ როგორც ქრისტიანი და სული შესაძლებლობა გაქვს განვითარდეს სულიერად, თუ გინდა გრიგოლ ხანძთელი და ნებისმიერი წმინდანი გახდე, არავინ ხელის შემშლელი არ არის შენთვის. არ უნდა გიყვარდეს ესეთი სამშობლო, რომელიც შენ ყველა პირობას გაძლევს, რომ მარადიული სიცოცხლე შეიძინო და გადარჩე, როგორ არ უნდა გიყვარდეს. არამედ ესე ყოველი გიყონ თქვენ და მაინც სრული სიყვარული არც აქ არ არის და ხვალ რა იქნება კაცმა არ იცის, ამასოფლის სული ჩვენ სამშობლოსით მძლავრობს, რა თქმა უნდა ეს აუცილებლად ასეა და ესე ყოველი გიყონ და როცა შენ გდგები პრობლემის წინაშე, როგორც ქრისტიანი, პეტრე მოციქული გაყოფს, შენ შეიძლება პრობლემის წინაშე დადგე შენი ამბიციების, შენი სიამაყის, პატივმოყვარეობის, თავდაჯერებულობის, უხეშობის, ცუდი ხასიათის, რისხანების, რა ვიცი, სიჯიუტის, ურჩობის, გაღიზიანებულობის, რა ვიცი, 1000 მიზეზი შეიძლება გქონდეს, ამის გამო უსამართლობის ვინმეს მიმართ, ამის გამო შენ შეიძლება დადგე პრობლემის წინაშე, მაგრამ აქ არაფერი სასიკეთო არ არის, მაგრამ თუ შენ პრობლემის წინაშე დადგები ადამიანებთან ურთიერთობაში, ქრისტიანი რომ ხარ იმის გამო, ეს გადასარევია და გეუბნება რომ ამ ყველაფერს გიშვებიან თქვენ სახელისა ჩემისათვის. ქრისტესათვის ხდება ეს. და ეს ნიშნავს რომ გვირგვინს იღებ და რატო აკეთებენ ამას? იმიტომ არ არიციან მომავლინებელი ჩემი. ანუ უღმერთო ცხოვრობენ და იმიტომ. და უკეთუმცა არა მოვედა, მაგრამ ცოდვაში არიან, რა თქმა უნდა, ოფალი აგძელებს, უკეთუმცა არა მოვედა ვეტყოდი მათ, ცოდვაც არა აქვს და ხოლოაც მიზეზი არა აქვს ცოდვათა მათთვის ადამიანის ურწმუნოებას, გამართლება არა აქვს, იმიტომ რომ მათ იციან, გაუგიათ, რომ ქრისტე მოვიდა და რა თქვა ქრისტემ, ეს სახარებაში წერია, რომ ადამიანი ამას უგულებელს ყოფს, ის ვერ იმართლებს თავს ღვთის წინაშე, იმიტომ რომ მან გაიგო, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. როცა ამას არ იღებს, ადამიანის ცოდვას გამართლება აღარ აქვს. ხოლო გაიგეს და მომიძულეს, მეცა და მამაი ჩემი. ანუ ქრისტეს მოძულება, ქრისტეს ვერ გაგება, სახარების ვერ გაგება, სახარების გვერდზე გადაგდება არის ღმერთის სიძულვილი. ანუ სიცოცხლე, დრო ღმერთია სიცოცხლე, სხვა სიცოცხლე არ არსებობს, ქრისტეს სიძულვილი არის სიცოცხლის სიძულვილი. მაგრამ ნახეთ, შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ კი, მაგრამ ვერ გაიგო ადამიანმა, არ ვერ ირწმუნა, რა ღმერთი არ დაეხმარა და ვაგრძელებთ. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის ცემელი, იგი ანუ შენ თავით თვისით კი არ იგებ, მადლი გეხმარება. რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის ცემელი, იგი, რომელიც მე მოვავლინო თქვენ და მამისა ჩემისა მიერ
სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მან წამოს, ანუ დაამოწმოს ჩემთვის. ყოველ ადამიანთან ამოწმებს სულიწმინდა ღმერთი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ყოველ ადამიანთან ამოწმებს. მამის ნება სრულდება სულიწმინდა ღმერთის მიერ, რომელიც ქრისტეს ღვაწლის გამო მოევლინა სამყაროს და თითოეულ ადამიანის გულამდე მიდის. და ჩვენც როცა გვწამს და რწმენის შესაბამისად ვცხოვრობ. ვერავინ იტყვის უფალი იესო თუ არა სულიწმინდის მიერ, პავლე მოციქული ამბობს. აი ნახეთ იოანე მოციქულის პირველი წერილი. ამით უწყოდეთ სული ღვთისა. ყოველმა სულმა, რომელმან აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი ღვთისაგან არის. ანუ ღვთისაგან არის ნიშნავს, რომ მასში სულიწმინდა ღმერთმა დაუმოწმა. ამით ხვდებით, რომ სული ღვთისა სად არის სული ღვთისა? სული ღვთისა არის იმ ადამიანში, რომელიც აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და მასში დამოწმებული აქვს. რომელმან აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი ღვთისაგან არის. ჩვენ ღვთისაგან ვართ. ეხლა ამბობს იოანე მოციქული, რომ გვწამს იესო ქრისტე. ჩვენ ღვთისაგან ვარ, რომელმან იცოდის ღმერთი, ანუ ვინც იცნობს ღმერთს. მანის მინოს ჩვენი, ანუ ვინცაც ღმერთისადმი წმენა, აქ ის მიხვდება, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობთ, ის მინოს ჩვენი და რომელი არა იყოს ღვთისაგან, მან არის მინოს ჩვენი, ანუ ვინც გული დაუხურა, მადლს ის ვერ იგებს ჩვენსას. და ამის გამო, ანუ ამის შესაბამისად, აქედან გამომდინარე ვცნათ სული ჭეშმარიტებისა და სული მაცდურებისა, რომელიც ქრისტეს ვერ იგებს, მასში მაცდური სულია, ანუ დემონური სულია. ამას გვეუბნება იოანე მოციქული. ამით უწყით, ამით ვიცით, რამე თუ მისთანა ვგიეთ, ანუ მასთან ვართ და იგი ჩვენ შორის. რამე თუ სულისა მისაგან მომცა ჩვენ, ანუ კიდევ კვლავ და კვლავ სულიწმინდის მადლის მიერ დამოწმებულია ჩვენში იესო ქრისტეს ღმერთობა და ჩვენ მასთან ერთად ვართ. და ეს ჩვენ ვიცით სულისა მიერ, რომელიც მოგცა ჩვენ. და ჩვენ რომ მოგცა, ჩვენ კი არ დავიტოვეთ ჩვენთვის, ჩვენ ვიხილეთ გულის მიერ, ვიხილეთ და ვწამებთ, ანუ ვამოწმებთ. რამე თუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრა სოფლის, ანუ ვამოწმებთ, ანუ ვმისიონერობთ, ცხოვრების წესით, სიტყვით, მოქმედებით, ჩვენი ყოფიერებით ვამოწმებთ, რაც სულიწმინდა ღმერთმა დაგვიმოწმა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთის, ამას ვამოწმებთ ყველას წინაშე. და იოანე მოციქული აგზელებს, ეთანადება ამ, რა თქმა უნდა, იოანე მოციქულისვე წერილს. თქვენ მოწამე ხართ, რამე თუ დასაბამიდან ჩემთანა ხართ. აი, სად არის აუცილებელი მსგავსება დიდ მოწამესთან. თქვენ მოწამე ხართ, ეს აი მცნებათ უნდა მივიღოთ. იოანე მოციქული წერს და ამას თავად ქრისტე გვეუბნება, ანუ ქრისტეს მცნებაა ეს. აი ღვთის ნება, რა არის ღვთის ნება? ის რომ მოწამე იყო. მოწამე ნიშნავს დამოწმებელი იყო ქრისტეს ღმერთობისა და ამისათვის ვიღაცა დისკომფორტ შეგიქმნის, ვიღაცა დაგცინებს, ვიღაცა სამსახურიდან გაგაგდებს, ვიღაცა დაგჩაგრავს და ვიღაცა მოკლავს. წმინდა გიორგის შემთხვევაში მოკლეს, მაგრამ ჩვენ უკან არ ვიხევთ. ჩვენ გვაქვს მცნება და ვალდებულება დავამოწმოთ ყველგან რომ იესო ქრისტე ღმერთია. ამას წინაპირობა აქვს, ისე კი არა გაჯიუტებულად. უნდა გიყვარდეს მოყვასი, თუ მოყვასი არ გიყვარს, შენი მოწმობა არაფრის მომცემი არ არის. პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ, ხორცის რომ მივცე დასაჯიჯგნად, არაფერი ვარ, თუ სიყვარული არ მაქვს. ანუ ნამდვილი, აბა რა არის ის? ეს არის სიჯიუტე, ეგრე მარქსიზმის და ლენინიზმის იდეებს ეწირებოდნენ ადამიანები. ადამიანები ესეთია, რომ ყველაფერში შეიძლება ფეხბურთს შეეწიროს და რაღაცეებს. ჩვენ გულისხმობთ ქრისტეს მოწამეობა მხოლოდ მაშინ დასტურდება, ანუ შენში მადლი მაშინ დასტურდება, როცა შენ გაქვს სიყვარული თვითმტრისაც კი. აი ეს არის და თუ ასეა, მაშინ ჩვენი მოწამეობა არის ვალდებულება, მცნებად გვეძლევა. არ შეიძლება ამის გარეშე და ჩვენი ვალდებულება და მცნების აღსრულება, რადგან მოწამეობა, ამას რა შედეგი მოყვება? საბოლოო ჯამში ამას მოყვება ზეცაში გვირგვინი, მაგრამ აქ რა შედეგი მოყვება? ეს ჩვენ არ ვიცით. რისი ნიჭიც გაქვს, რასაც დაიტევ, რისი ღირსიც გახდები და ყველაზე დიდი ნიჭი და ყველაზე დიდი ღირსება აქვთ იმათ, ვინც სისხლით ამოწმებენ, მათ შორის წმინდა გიორგის. ეს არის უბრალოდ ღმერთისაგან, აი საჩუქარი, თუ ვიღაცა თავის სიცოცხლით დაამოწმებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ამის ღირსი ესე იოლად ვერავინ ვერ გახდება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავამოწმოთ ქრისტეს ღმერთობა, ამას როგორი ნაყოფი ექნება, ჩვენ ეს არ ვიცით. ამას გეტყოდეთ თქვენ და გვაფრთხილებს უფალი, გვანუგეშებს, რომ იცოდეთ, რომ არ დაბკოლდეთ უსამართლობის
ბოროტების ზეობის გამო, იმიტომ რომ ძლავრობს და შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამე ბოროტება ესე ძლიერი როა, ღმერთი სად არის? არ დაბყოლდეთ კრებულისაგან განგასხენ, ანუ მოგიძულებენ ერთობიდან, არამედ მოვალ ჟამი, რათა ყოველმა რომელმან მოგწყვიდეს თქვენ, გგონებდნენ, ვითარმეთ სვერპლი შესწირა ღვთისა. ანუ ქრისტეს მკვლელებს სინდისი არ უტოკდებათ, აი როგორც ახლა სირიაში ხდება, როგორც წმინდა გიორგის კლავდნენ, სინდისი არ უტოკდებათ, ანუ ბოლომდე სისასტიკეს ავლენენ და სინდისი არ უტოკდებათ, იმიტომ რომ სინდისი აჩერებს სხვა ადამიანს ბოროტების ჩადენაში. არ უტოკდებათ სინდისი, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ ისინი ღმერთის საქმეს აკეთებენ, ეგონებათ რომ ღმერთს სვერპლი შეწირეს. ანუ ქრისტეს მოძულენი სასტიკნი ხდებიან, პირდაპირ ეშმაკის ჭურჭლები ხდებიან. და მინდა გითხრათ, რომ დღეს სოფლიოში პირველ რიგში, არის პირდაპირ დევნა ქრისტიანების, რა თქმა უნდა, რას თქვით, მაგრამ ქრისტესადმი სიძულვილი ვლინდება ეკლესიისადმი სიძულვილში და ვინც ეკლესიისადმი სიძულვილის ავლენს, მათ შორის საქართველოში, მათ გული გასასტიკებული აქვთ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საღვთო საქმეს აკეთებენ, მათ სინდისი არ უტოკდებათ და საშნელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ვინც ეკლესიას ებრძვის, იმიტომ რომ ეკლესიის დევნა არის ქრისტეს დევნა. და აი კვლავ იონე მოციქულის წერილიდან ეს მეორე თავი ამონარიდი ჩვენ თუ ისევ ჩვენ თავს რო შევხედოთ, რომელმან თქვეს მისთანა ყოფა, ანუ ვინც იტყვის რომ მე ქრისტესი ვარ და ქრისტესთან ვარ და ამბობს რაში ვლინდება ეს თანაც რაითა ვითარცა იგი თავადი ვიდო და ეგრეცა მისი სვლა. ანუ თუ შენ პრეტენზია გაქვს, კაი გაგებით კი ბატონო, რომ შენ ქრისტიანი ხარ, ქრისტე გულში ყავს, მაშინ როგორც ქრისტე ვიდო და როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ისე უნდა ცხოვრობდე. აუცილებელი პირობაა ეს. რომელსაც წმენეს ძისა მიმართ ღვთისა და ვისაც წამს ღმერთი, ეს წმენა არ არის ინტელექტუალური მდგომარეობა, როგორც ხშირად გითხოვს, არამედ აქვს წამება იგი თავსა შორისთვისა, მოწმობა შიგნით აქვს, საკუთარ თავში აქვს მოწმობა. და ეს მოწმობა არის სულიწმინდა ღმერთისგან. მაგრამ ვიღაცას თუ არ აწამს, რომელს არ არწმენეს ღმერთი, მატყუარად გამოაჩინა იგი, რამე თუ არ არწმენა წამება, რომელიც წამა ღმერთმა ძისა მიისათვის. ეს რას ნიშნავს? ვისაც არ აწამს ქრისტეს ღმერთობა, ან ღმერთი საერთოდ და ამბობს არ არსებობს არ რაღაცა ესეთი, მას ის ღმერთის საერთოდ რო ცუდი არ თქვას, ღმერთი მატყუარად გამოყავს. ამბობს, იმიტომ რომ ღმერთი ყველა ადამიანთან არის მისული. არ არსებობს ადამიანი, რომლის გულთანაც იგი არ მივიდეს და თუ ადამიანი ურწმუნოდ რჩება, ესე იგი ის აი წმინდა წერილს კითხულობს, არ ჯერა, ესე იგი მატყუარად გამოყავს ღმერთი. ძალიან ცუდი განაჩენია და ცუდი დახასიათება, მძიმე დახასიათება. კიდევ ერთი ჩვენ რო რწმენა გვაქვს, როგორი არგუმენტირებულია ეს და ვერსად ვერ დავემალებით ამას. კვლავ იონე მოციქულის სიტყვებია, ვიცით რომ ღვთისგან ვართ, ვიცით? კითხვას უსვავს საკუთარ თავს. უნდა ვიცოდეთ, ვიცით რომ ღვთისგან ვართ და ყოველი სოფელი კიდე ბოროტებასა ზედა დგას. ვიცი რომ ყოველი სოფელი ბოროტებასა ზედა დგას, აბა თელი ჩემი ინტერესები ამას სოფლის სულში რომ ესე იგი დალივლივებს და მეტი არაფერი მაინტერესებს და ბოროტებაზე დგას. ანუ ეშმაკის მსახურებაშია. მე ვიცი რომ ღვთისგან ვარ, ხოლო ვიცით, რამე თუ ძე ღვთისა მოვიდა და მოგცა ჩვენ გონება წინა ერთ-ერთ ქადაგებაშიც გითხარით, გონება რომ შემეცნების ის უნარი, რათა ვიცოდით ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთი ყველას მოგცა, ქრისტემ ყველას მოგცა ის შემეცნების უნარი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ, რომ არის ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა. და ჩვენ ვართ ჭეშმარიტისა თანაძისა მისისა იესო ქრისტესა. ანუ ჩვენ მასთან ვართ, ჩვენ ეს ვიცით რომ მასთან ვართ, ქრისტესთან ვართ, რომელიც არის ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე. ამინ. აი ესე ცხოვრობდა წმინდა გიორგი და ამიტომაც გახდა ის ვინც გახდა. და ჩვენს თუ გვინდა რომ დღევანდელი დღესასწაული, რომელსაც ერთადერთი შემთხვევაში ექნება ჩვენთვის წყალოვისა მნიშვნელობა, თუ ჩვენ ვეცდებით ვიყოთ მობაძავ მისსა და თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მობაძავ მისსა, ერთადერთი აუცილებელი და ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ მისი მიმბაძველი გავხდეთ, არის იმ პირობის შესრულება, რომელსაც დღეს ეკლესია გვაწვდის და რომელსაც ახლა ვეზიარეთ. ეს არის. ამიტომ ღმერთმა წმინდა გიორგის მეოხებით მოგცეს ძალა, უნარი, ჭეშმარიტ შემართება იმისა, რომ
ჭეშმარიტად ქრისტიანები ვიყოთ და ჩვენი ცხოვრებით ვამოწმებდეთ, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღდგა.